თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. ვიდრე ამჟამების პირას მისული საჭმლის თავგანწირულად გადარჩენის კვირეული გვაქვს და ძალით ვატენით საახალწლო ნობაც უკვე მეზობლებს, ცოტა საახალწლო ამბებზეც ვისაუბროთ. სიტუაცია ქუთაისის ერთ-ერთი უბნის ბირჟაზე. ქუთაისელმა თოვლის ბაბუამ ყური გაიხრიტაო. არ გამაგიჟო, ბიჭო, საყურეს იკეთებს? კაი, ხო იცი თოვლის ბაბუ არ არსებობს. ვაი, მაგის ჯობია მართლა არ არსებობდეს. ეს არის ამბები, რომელიც საახალწლოდ ჩემი ყურით მოვისმინე. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. პოსტ საახალწლო პერიოდში უამრავ ასეთ ფრთიან ფრაზას გაიგონებ. ახლა წარმოგიდგენთ საახალწლო და საშობაო შეძახილებს, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებულია. ეს ანანასი ქართულია? ქალბატონო, ამ ქიშმის სინჯავ თუ სადილობთ? გუშინ დავკალი, ქალბატონო, რას ქვია ინძრევა? ხელფასი აღარ მაქვს, ტაქსი მივეცი ავტოქარხნიდან საბიჭყიამდე. რა ვქნა შვილო, თოვლის პაპაც გაპროჭდა, ხო ხედავ. აქეთ მაინც გადმოწექი ლექსო, გაცივდები გუბეში. ამ გოგო ცუდი სუნიეცა თუ ეგეთი ცხვირი აქვს. რომ მოუკიდებ, უნდა გადააგდო შვილო, არ თქვა მაინც. მეკვლედ ნუღარ მოდი ზედა შენი, ხო ხედავ, ცუდი ფეხი აქვს, გვენძრევა. უკაცრავად ხაში რისი თვალებია? სადავარ ის მაინც მითხარით, რა გაცინებ თქვენ ჩემისებო. ცემეს თუ დავეცინეტავ, მეთქი ამ სანთელს რამხელა შუქი აქვს, ლივჩავაქრეთ ფარდა და კიდევ სხვა მრავალი მარგალიტი, რომელსაც გადავეყრებით ხოლმე. საოცარი ხალხი ვართ, საოცარი. ბაზარში ახლა ყველაზე მეტად იგრძნობდი იმერულ ქუთაისურ ენამახვილობას. უი, მე ძალიან დაცემული ყველია. ოდილაურიდან ფეხით ჩამოვედი შვილო და გზაში ასად დავცემულ ვარ. ყველს რა დაცემდა. უკაცრავად თქვენი ნიგოზი რა ღირს? 32 ლარი. აუ, იქეთ 28 ღირს. მერე იქეთ იყიდე. იმას აღარა აქვს. რო აღარ მექნება მეც მოგცემ 28. ასია თუ ისია, ჩვენთან ახალი წელი მაინც და ალბათ სწორადაც გასტრონომიასა და იუმორზე გადის. არასოდეს მოშლოდეს ეს ამბები ქვეყანას კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.